რაოდენობა 1 ასეულს გადაცდა, თბილისში მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში იმართება. ტრამპისა და Deep State-ის ურთიერთობით დაღონებული და იმედგაცრუებული ქოცი კიდევ უფრო დაღონდა მას შემდეგ, რაც სენატორ ჯიმ რიშს, რომელიც მეგობარი აქტის ავტორი არის და ქართული ოცნების წევრები მას Deep State-ის წევრად მოიაზრებენ, ტრამპმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ან სენატორი ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება საკუთარ პოლიტიკურ წარსულს, ან კიდევ გამყარდება უფრო ეჭვები იმის შესახებ, რომ Deep State-ის საკუთარ პოზიციებს ინარჩუნებსო. თქვა მამუკა მდინარაძემ. ერთი რჩევა მექნება, რომ ილოცოთ ტრამპის სახელზე იმ კაცივით, იქნება რამე გამოვიდეს. პუტინის ტრამპისთვის ლოცვის ამბავი კი ახლა გავიგეთ, მაგრამ ადგილობრივმა რუსმა ლოცვა დიდი ხნის წინ გააძლიერა და 20 იანვრიდან მოყოლებული შედეგებს ელოდება. ლოდინი უსაზღვროა. ქოცის გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. შეერთებული შტატების სენატში მეგობარი აქტის განხილვა 27 მარტს არის დაგეგმილი. მისი წარმომდგენი სენატორი ჯიმ რიშია. საკანონმდებლო აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ასევე მხარს უჭერს ზედა და ქვედა პალატა. მეგობარი აქტი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის გარდა იმ პირების სანქცირებას ითვალისწინებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქვეყნის დემოკრატიას და თუ ვინ უთხრის, ეს დასასანქცირებელი ხალხის სიის შედგენაზე პასუხისმგებელ პირებს კარგად მოეხსენებათ. თუ არა და ამაშიც რიში დაეხმარებათ, რომელსაც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს. ესენი არიან მართლა თაღლითები. რა მნიშვნელობა გინდა სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს? ესენი იყვნენ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მეგობრები. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, ეს სენატორები წარმოადგენენ Deep State-ს. ჯიმ რიში თავის დროზე მეგობრობდა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან. მე მინდა მას მოუწოდო გადააფასო საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი მას გააჩნია. რა არ უწოდეს სენატორ ჯიმ რიშს ოცნების მოლაპარაკე თავებმა წლების განმავლობაში, მათ ხო არა თაღლითი Deep State-ის წევრი ნაცი. ერთი ჩათლახი არ დაუძახიათ მისი კოლეგა ჯინ შაჰინისგან განსხვავებით. არადა 2012 წელს სწორედ რიშისა და შაჰინის საქართველოში ჩამოსვლა იყო მნიშვნელოვანი წილად იმის განსაზღვრელი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დასავლეთისგან ლეგიტიმაცია მიიღო. დიდი მადლობა ქალბატონ სენატორ შაჰინს, სენატორ რიშს. დიდი მადლობა რომ მოიცალეს და გაესწრნენ ჩვენ შედეგებს. გუშინდელი დღით ძალიან კმაყოფილნი არიან, ქართულმა ხალხმა ნამდვილად გაიმარჯვა. ჩვენ გქონდა საუბარი მომავალზე, როგორ განავითაროთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეგობართან და როგორ განავითაროთ დემოკრატია საქართველოში. ცხადია, ახლა ანტირუსული განწყობების მქონე რიში ივანიშვილს აღარ მოსწონს. სხვათა შორის არც ქოცების დანარჩენ ორ საყვარელ ქვეყანას, ჩინეთსა და ირანს წყალობს ამერიკელი სენატორი. აი იმ ირანს, ობახიძე რომ დაკრძალვებზე დარბის ჰამასის წევრებთან ერთად და ინაუგურაციებს რომ ესწრება, სადაც სიკვდილი ამერიკას უყურიან. მოკლედ ქართულ ოცნებას რომ ევროპის კავშირი და ბრიტანეთი არ წყალობს დიდი ხანია ფაქტია. თუმცა ისიც გაირკვა რომ ამერიკიდანაც არ უნდა ელოდოს სიკეთეს. ის რაც ივანიშვილისთვის სიკეთეა, ქართველი ხალხისთვის პირიქითაა და ამერიკა და სრულიად დასავლეთი. ცხადია ხალხის მხარეს აირჩევს. ოღონდ ეს ხმა ხალხმა ცივილიზებულ დასავლეთს კაფიოდ უნდა გააგონოს და არ გაჩერდეს. ცხადია ყველაფერი ქართულ ხალხზეა დამოკიდებული. მოქალაქეების პროტესტია იმის განსაზღვრელი, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი. თუ არ გაჩერდება ქართველი ხალხი, არ გაჩერდებიან დასავლელი პარტნიორებიც. სწორედ ამიტომ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი მთელი ძალით ამ პროტესტის ჩახშობას. სწორედ ამიტომ აჯარიმებს მოქალაქეებს აქციაზე დგომისთვის და იჭერს მათ სკამის დადგმისა და ტაშის დაკვრის გამო. ქოცმა ყველაზე კარგად იცის, რომ დასავლეთი მას არ დაელაპარაკება, სანამ ქართველი ხალხისგან რაიმე სახის ლეგიტიმაცია მაინც არ ექნება. არ იქნება ახალი არჩევნები, არ იქნება ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისის ფონზე ივანიშვილის რეჟიმი ახლა დროის მოგებას ცდილობს. დასავლეთისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან მას მაინც დაელაპარაკებიან, როგორც ხელისუფალს, თუნდაც როგორც ავტორიტარს. თეორიულად შესაძლებელია, იმიტომ რომ რეგიონთან მიმართებით ინტერესები ძალაში რჩება, მათ შესაძლოა ხელისუფლებასთან იმ ფორმატის ურთიერთობა აღარ აღადგინონ, რომელიც აქამდე ჰქონდათ, მაგრამ მათ მოუწიოთ დიალოგის წარმართვა იმასთან, ვინც იქნება აქ დე-ფაქტო მართველი. ამის იმედი აქვს ივანიშვილს და სწორედ ეს არის მისი გათვლა, რომ დროთა განმავლობაში ყველა მოთამაშეს მაინც მოუწევს ვიღაცასთან საუბარი, ამის პრაქტიკა არსებობს დასავლეთში, ისინი ურთიერთობენ ავტორიტარულ რეჟიმებთანაც, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სავაჭრო ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ ურთიერთობის ფორმები არის განსხვავებული. ეს საქართველოს შემთხვევაში ცოტა უფრო რთულად იქნება, ვიდრე იმ ქვეყნების შემთხვევაში, როგორიც არის აზერბაიჯანი, სადაც მათ თვითკმარი ეკონომიკა აქვთ, იმ გაგებით, რომ რესურსი გააჩნიათ, ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, მაგრამ დასავლეთს ყველა
შემთხვევაში მაინც რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია ჭირდება რეჟიმის. იმისთვის რომ რეჟიმის ლეგიტიმაცია არ და ვერ მოხდეს, ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ რაც შეიძლება დიდხანს გაძლოს საპროტესტო ტალღამ. დიდხანს შეძლოს გაუძლო რაღაცნაირად შეეწინააღმდეგოს იმ კაბალურ ზეწოლას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოდის, იმიტომ რომ ძალიან დისპროპორციულია ბრძოლის მეთოდებიც და რესურსიც. მიუხედავად ძალისა და რესურსების დისპროპორციულობისა, საპროტესტო ტალღა დღემდე ახერხებს ადაპტირდეს ფორმა იცვალოს და ზეწოლის მიუხედავად პოულობს გზას მუდმივობის შესანარჩუნებლად. ცხადია, ეს ხმა დასავლეთამდე მარტივად აღწევს და შეაღწევს მანამდე, სანამ ქართველი ხალხი არ გაჩერდება და როგორც ჩანს, იქამდე არ გაჩერდება, სანამ საჭირო იქნება. რადგან აქციის მონაწილეებმა კარგად გაიაზრეს, რომ ამ პროტესტზე და მის ხანგრძლივობასა და მუდმივობაზე არის დამოკიდებული როგორც ქვეყნის, ისე ივანიშვილის ბედი, როგორც ამ ქვეყნის ერთპიროვნული ავტორიტარი მმართველის. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის რომ მხარდაჭერა გქონდეს დასავლეთიდან და ამერიკიდან. შესაბამისად დღეს ეს მნიშვნელოვანი დღე ამერიკაში განიხილავენ მეგობარ აქტს და ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე იყო დღევანდელი აქცია, იმიტომ რომ ჩვენ აქედან დავანახოთ რომ საქართველოში ვცხოვრობთ ისეთი ადამიანები და საქართველოს უმეტესი მოსახლეობა არის იმ აზრზე რომ ჩვენ გვჭირდება და გვინდა ამერიკა და განა ორი არჩევანიდან ვირჩევთ ან რუსეთს ან ამერიკას. არა, ჩვენთვის არ არსებობს არჩევანი. ვირჩევთ დასავლეთს და ამერიკას. შესაბამისად, სანამ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ ყოველდღიურად და გავაპროტესტოთ საქართველოში არსებული ვითარება და ხალხს სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს გულისხმობ გავაგებინოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს ეგრეთ წოდებულ მთავრობასთან დაკავშირებით, მანამდე გავაპროტესტებთ და ვიდგებით გარეთ. პირველ რიგში უდანაშაულო ადამიანები, როცა ციხეში არიან, მე არ შემიძლია რომ ამ უსამართლობაზე თვალი დავხუჭო და რა ვიცი, უნივერსიტეტში ვიარო, დავესწრო ლექციებს, სემინარებს და ვიცხოვრო ისე თითქოს არაფერი არ ხდება და აი სამყაროში მშვიდობა არ შემიძლია, იმიტომ რომ ამდენ უსამართლობას ვერ ვუძლებ. ახლა ჩვენ რო გავჩერდ ეგრევე შეასრულებენ ამ ვერა გეგმას ეს ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. იმავე ერთ ხეში გააკეთებენ ამას ყველაფერს. ეხლა ეს ჩერდები ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ხედავენ რომ უწყვეტი პროტესტია და ამას შეიძლება მართლა ცუდი რამ მოყვეს. ამიტომ შეწყვეტ არაფერ შეიძლება წინააღმდეგობის, არავითარ შემთხვევაში. უკვე 115 დღე გავიდა, დაკეტილი არის დედაქალაქის მთავარი გზა. ანუ ეს ჩემი აზრით თვითონ ფაქტიც იმხელა არის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანამდე ჩააღწევდა ჩვენი ყველანაირი მესიჯ ბოქსის გარეშეც. და მით უმეტეს ამას თუ დაუმატებთ დღევანდელ მას, რომელიც იყო სოლიდარული მეგობარი აქტის მიმართ, ხალხმა უნდა იბრძოლოს პირველ რიგში საკუთარი მიზნებისთვის, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებისთვის, მაგრამ აუცილებელია პარალელურად გარე მეგობრების დახმარების მოთხოვნაც. ყოველდღე მოვდივარ და რაღაც ჩვენი სიჯიუტით მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და წამს და ჯერა ჩვენ გავიმარჯვებთ. აი ჯერა მე ამისი და ამიტომ რაღაცნაირად აქ დრო სანამ აქ მოვალ ხოლმე თითქოს რაღაცა იმედი მეკარგება რომ აქ რომ მოვალ ისეთი ამაყი ვარ და რაღაც ვივსები ხოლმე იმედით რომ ვიცი რომ გავიმარჯვებთ. თავის მხრივ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესისთვის მებრძოლი ტალღა რამდენად წარმატებული იქნება, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური პროცესები, რამდენად სწრაფი და ეფექტური იქნება ტრამპის შემოთავაზებული სამშვიდობო პოლიტიკა, რამდენად სწრაფად და რა პირობებით დასრულდება ომი უკრაინაში, თუ როგორი იქნება ახალი მსოფლიო გეოპოლიტიკური გადალაგება. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით განსაკუთრებით დიდია ახლა ყურადღება და მნიშვნელობა ამ ტრანსკასპიური დერეფნის ან საერთაშორისო სავაჭრო გზის და შესაბამისად საქართველოსი და ეს დერეფანი ყურადღების ცენტრშია ყველა გლობალური მოთამაშისთვის. იქნება ეს რუსეთი და ჩინეთი, თუ იქნება ეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამდენად საქართველოს გლობალური მოთამაშეების დღის წესრიგში და ყურადღების ეპიცენტრშია ყველა შემთხვევაში დარჩება. უბრალოდ ბრძოლა მიმდინარეობს მართლობის განსხვავებულ სტილზე. იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული შუა კორიდორის კონტროლისთვის იბრძვის როგორც ჩინეთი და რუსეთი, ისე მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთი. ამდენად
თუ ვთქვათ ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიც არის რუსეთი და როგორიც არის ჩინეთი, საქართველოში ჭირდებათ შესაბამისად უკონტროლო ტერიტორია, ანუ ჭირდებათ უკონტროლო საზღვრები, მათ დაქვემდებარებული თბილისი, რომელიც ვთქვათ არ შეეკამათება რა ტიპის ტარიფები უნდა დადგინდეს, მილსადენებზე როგორი გადასახადები უნდა დადგინდეს და ამავდროულად იქნება ავტორიტარული მმართველობის ფორმატი, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, საქართველოსთან ურთიერთობისთვის ჭირდებათ დემოკრატიული ინსტიტუტები. სწორედ ამაზე მიდის ახლა ბრძოლა, რა ტიპის მმართველობა შენარჩუნდება საქართველოში. იქნება ეს ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული და უფრო ხელსაყრელი ავტორიტარული რეჟიმებისთვის თუ იქნება დასავლური ყაიდის დემოკრატიული მოწყობა, რომელთანაც ცივილიზებული სამყარო საერთო ენას გამონახავს. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო როგორც ქვეყანა სტრატეგიული ინტერესის საგნად რჩება როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის. თუმცა ცივილიზებული სამყარო ეშმაკს არც ერთ შემთხვევაში გაურიგდება. ჩვენ გვინდა არ გვინდა ყურადღების ცენტრში ყველა შემთხვევაში ვიქნებით, უბრალოდ მნიშვნელოვანია შეძლებს თუ არა ივანიშვილი თავისი რესურსის გაძლიერებას და მაშინ შესაბამისად რუსულ-ჩინური ინტერესების შენარჩუნება საქართველოში რუსული ინსტრუქტაჟის პირობებში, თუ შეძლებს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების მოწყობას შესაბამისად დემოკრატიული განვითარების გზით. იმისთვის რომ ამიტომ ივანიშვილი ახლა დროის მოგების რეჟიმშია, იმისთვის რომ ცხადია ჩვენ ვაშინგტონისთვის ახლა ნომერ პირველ პრიორიტეტებში არ შევდივართ, მაგრამ შევდივართ ინტერესის სფეროში, ამიტომ ადრე თუ გვიან და როგორც ჩანს უფრო ადრე ვიდრე გვიან, ამას მოწმობს ელჩი დანიგანის შეხვედრა ივანიშვილის წარმომადგენლებთან, რომ საქართველოსთან რაღაც ტიპის დიალოგის და მედიაციის რეჟიმი დაიწყება, იმიტომ რომ საქართველოს შედის სტრატეგიულ ინტერესებში გლობალური მოთამაშეებს. ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც მათთან ისაუბრებს, იყოს ლეგიტიმური ხელისუფლება, ანუ მათ კონდეთ ლეგიტიმაცია. ის რომ ივანიშვილი დღეს დასავლეთთან და ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან პირდაპირ კომუნიკაციას ვერ ამყარებს, ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი არის ის, რომ სახალხო პროტესტი გრძელდება უწყვეტად, რაც პარტნიორებს უშლის ხელს, უშლის კარგი გაგებით ხელს, ანუ აფერხებს იმაში, აფერხებს, რომ ხელისუფლებას როგორც ლეგიტიმურ ერთეულს და გაესაუბრო. აქაც მთავარი ბრძოლის ხაზი პროტესტზე გადის. სანამ ივანიშვილის ხელისუფლება საკუთარ ლეგიტიმურობას ვერ ამტკიცებს დასავლეთის თვალში და სანამ ხალხი ქუჩაში დგას, რეჟიმი თავისას ვერ აღწევს და როგორც უნდა ამტკიცონ ივანიშვილის ხელის ბიჭებმა, რომ მათ ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვთ, ფაქტი ფაქტად რჩება. პარლამენტი ერთპარტიულია, ხალხი ქუჩაშია, დასავლეთს მათ მიერ ჩატარებული არჩევნები არ უღიარებია, ივანიშვილი ისევ ამერიკის სანქციების ქვეშ ცხოვრობს. ისევე როგორც მისი მარიონეტები. ბრიტანეთში კი ისევ სანქციებზე საუბრობენ. და რამდენიც უნდა იძახონ, რომ სანქციების არ ეშინიათ და მათ ვერაფერს დააკლებს, ფაქტია, რომ მათი ოლიგარქი ოფშორებიდან თავქუდ მოგლეჯილი გამორბის. თუმცა არსად გარბის ქართველი ხალხი, რომელიც ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 116 დღეა ქუჩაში უწყვეტად დგას და როგორც ჩანს, იქამდე იდგება, სანამ ეს რეჟიმის დასუსტებას და ქართველი ხალხის გამარჯვებას დასჭირდება.